მეტაფზე ისე საავადმყოფოში ვარ, ჯერ არ ჩერტს განმოგწერენ, აუცილებლად შეგატყობინებ, თუმცა უცბად მინდოდა, ახლა ვფიქრობდი, ალბათ გახსოვთ მე რომ მდგმური ვყავდა, მე ასე მგონია, რომ იყო მკვლელი, თუმცა რა თქმა უნდა ამის დამტკიცება არ შემიძლია. ანუ ჩვენ განთავისუფლებას ის ფიქრობდა, გეგმავდა ერთ თვეში და მოკლედ არ დავაცადე ღმერთის წყალობით. ეგრევე აი როგორ თქვა წითელი red flags ანუ წითელი ეს რო აინთება ხო იცით წითელი ნიშანი აი ზუსტად ესე მანიშნეს სამყარომ რომ მასთან ერთად ცხოვრება სამთხრიში მივხვდი რომ აღარ შეიძლება და ამიტომ რა თქმა უნდა დატოვა ჩვენი სახლი ღმერთის წყალობით ყველაფერი შედობით დასრულდა თუმცა ხო ფიქრობდი რა იცით როგორ რაღაცას ფიქრობდი ანუ ადრეც სწავლობდი ფილოსოფია ფსიქოლოგია და ასე შემდეგ და სულ მაინტერესებდა ადამიანში იმისთვის ყოველთვის ინტერესის სფერო იყო და იმიტომ რომ ტრამვირებული ვიყავი ამიტომაც ძალიან მაინტერესებდა და ახლა ნახეთ რას მივხვდი დედას დაკვირვებით ცხოველებზე დაკვირვებით რას მივხვდი რომ აგრესიული ადამიანი არ დაგიშავთ კი აფექტის მდგომარეობაში რა თქმა უნდა შეიძლება რა თქმა უნდა დაგიშავთ თუმცა აგრესიული ადამიანი უფრო არ არის საშიში რადგან ის თავს იცავს რეალურად ნახეთ ანუ ტრავმამ და ასე შემდეგ ბავშვობაში რა ისწავლა იცით რომ ანუ სამყარო არ არის უსაფრთხო და ამიტომ ყოველ წამს ეს აგრესიული ადამიანი რატო არის აგრესიული ყოველ წამს ელის რომ ვიღაცა დაესხმება თავს იმიტომ რომ მას ყოველ წამს ანუ ემოციურად არასტაბილურ ოჯახში იზრდებოდა არასტაბილური დედა ყავდა მამა ყავდა ან ასე შემდეგ და ანუ საფრთხეს ყოველთვის ელოდა არ იცოდა როდის ვინ მშობელი როდის დაესხმებოდა თავს და ამიტომ ნახეთ აი ესე ისწავლა გადარჩენა რომ სულ მზად არის საუკეთესო როგორც იტყვიან თავდაცვა თავდასხმა არისო აი სულ ესხმის ყოველას თავს რომ აი ესე იცავს გესმით რო ისევ რო არ იგრძნოს ის ტკივილი რაც იგრძნო ბავშვობაში ამიტომ მზად არის თავდასხმისათვის და ესე აგრესიით მოკლედ ძაღლი რომელიც ცხოველებში იცით როგორ არის რაც უფრო ასე ხმამაღლა შეგიძლია გამოხატო შენი ხმამაღლა ყებ ან ხმამაღლა ну მოკლედ ძაღლის შემთხვევაში რო ავიღოთ რაც ხმამაღლა ყებ და ესე უფრო ნიშნავს რომ უფრო დომინანტი ხარ და მოკლედ შეეშინდებათ შენი რა და ადამიანებს რო გავჩვენოთ ცხოველური საწყისები თუ არ ცხოველის არის და ამიტომ რაც უფრო ხმამაღლა ყრირის და ესე გონია რომ შეაშინებს და ეგონება ძლიერი არის სინამდვილეში ამით რას ფარავს ადამიანის შიშს ყველაზე აგრესიული ადამიანი არის ყველაზე მშიშარა იცოდეთ ეს აი რაც მოძალადე და რაღაცა მოძალადეს ყველა აი მოძალადე არის ზე შეშინებული ადამიანი და აი ამის აღმოფხრით შეიძლება გამოსწორდეს აგრესიული ადამიანის სიმშვიდეში თავად ვიყავი აგრესიაში და ამიტომ ვიცი ყოველთვის თავს აგრესიით ვიცავდი იმიტომ რომ ჩემთვის არ იყო სამყარო უსაფრთხო არ იყო ამიტომ ვცდილობდი რომ მეთქე ესე აგრესიით აი ახლა მაგალითად 22 წლის გოგო რომ ყავს ძალიან აგრესიული არის ეს გოგო და რატომაც ეგონა რომ ახალი წელი იყო და მიუტანე ნაცხვარი შევუტანე და ამას ეგონა რომ იმის გამო რაღაცაზე რაღაც აგრესიულად გააკეთა კომენტარი რაღაცაზე ეგონა რომ მე დავუკაკუნა იმიტომ რომ მინდოდა რაღაც მეჩხუბა ან ასე შემდეგ და მზად იყო ეს გამიღო კაროდი უცბად და ესე მზად არის და უცბად რომ მივაწოდე ნაცხვარი იცით რა რეაქცია ჰქონდა აი ეს გესმით ამიტომ დედაჩემიც იმიტომ ყვირის რომ ყველაზე აგრესიული როდესაც დედაჩემი როდესაც ყველაზე შეშინებული არის ასე იცავს თავს გესმით ამიტომ გაუგეთ აგრესიულ ადამიანებს და დაეხმარეთ შიშისგან განთავისუფლება როდესაც განთავისუფლებიან შიშისგან ისინი აღარ იქნებიან აგრესიული აღარ მოუწევთ თავის დაცვა როდესაც ნდობაში იქნებიან და როდესაც იგრძნობენ რომ უსაფრთხოდ არიან რაც დააკლდათ ბავშვობაში ისინი აღარ იქნებიან აგრესიული მე რატო აღარ ვარ აგრესიული იმიტომ რომ
ფენდობი ღმერთს სამყაროს აღარ მიწევს მტკიცება აღარ ჩემთვის აღარ არის ეს აუცილებელი იმიტომ რომ იმდენად მენდობი სამყარო უსაფრთხოდ ვარ გრძნობ თავს გესმით დაცული ვარ ანგელოზების ფარველობას გრძნობ ღმერთის ფარველობას და შესაბამისად დაცულად გრძნობ თავს და აღარ ვარ აგრესიული დობაში ვარ სამყაროს დობაში ვარ გესმით და ამიტომ სულიერი სიმშვიდე ვიგრძენი და ამიტომ აღარ ვარ აგრესიული ვუგებ ამიტომ შემიძლია უკვე გავუგო ადამიანებს და ნახეთ ახლა და ჩემ მდგმურს აი იმას მკვლელს ხო ყოფილ მდგმურს რა ქონდა იცით ნახეთ სევდა უდიდესი სევდა აი ერიდეთ სევდიან ადამიან ოღონდ კარგი ხა მოწყენა სხვა რომ მოკლედ ახლა შეიძლება არასწორად ვამბობ ხო მაგრამ აი მე ასე გამოვყავი გესმით ჩემთვის რა დასკვნამდეც მივედი ახლა სწორი სიტყვა ვერ მობუძებნე აი იმ ყველაფერს და მოკლედ აი ჩემთვის აი ეს არის მე დავარქვი ასეთ ადამიანს სევდიანი ადამიანი აი ზესევდიანი მოწყენილი არა მოწყენამ შეიძლება შეგაქნევინოს მოწყენა გაქნევინებს აი სევდა და სევდაში რა ისგულისხმება როგორი ადამიანი ეგულისხმება რომელიც ნახეთ ბავშვობის ტრამა აი მაგალითად მე გამოვიარე ბავშვური ტრამირებული ბავშვობა მქონდა ხო მაგრამ იმის გამო რომ სხვებისთვის არ დამეშავებინა ნახეთ გადავისარე ხელები ბავშვობაში ანუ საკუთარ თავს უიარეთ მოკლედ ბევრი შრამი მოქვს ფეხებით დავისერე რომ საკუთარ თავს კენდი რომ სხვებისთვის არ მეტკინა ამიტომ ნახეთ როდესაც აი ბავშვური ტრამა მოხდა ხო და უმრავლესობა რას ვაკეთებთ ვატრიალებთ ამ ტკივილს შიგნით და ამიტომ გვაქვს დეპრესია ამიტომ გვაქვს შფოთვები და რაღაცა რეალურად ეს შფოთვა ეს დეპრესია ყველაფერი რისი მაუწყებელი არის რას გვეუბნება ჩვენი სხეული რომ არის მოუშიშებელი ტრამა ანუ რაღაცა აქცოს სხეულს ემოცია აქვს დამახსოვრებული და ამის გაშვებას ცდილობს თქვენ რომ წამლებს ყლაპავთ და ასე შემდეგ რომ ცდილობთ რომ ეს გაიყუჩოთ კი ანუ გაიყუჩოთ აი რამდენი ხანი გაიყუჩებთ ხო აი ან სვავთ ალკოჰოლს ან ჭამთ მე რომ ჭამდი ხო სევდას ჭამდი რეალურად რას ვაკეთებდი სევდას კი არა მოწყენას თუ არ ვიცი რა ჭამდი ხო მოკლედ სევდას რა შეიძლება ასე თქვა და ანუ ამიტომ ვამბობ რომ მე შეიძლება ყოფილიყო მკვლელიც ყველაფერიც დრო არ მომეშუშებინა ეს ბავშვური ტრამა გესმით და ნახეთ მაგრამ მე ვიტრიალებდი ხო და ამიტომ ნახეთ ჯობესი არის რომ აუცილებელი არის რომ აუჯდეთ ამ ტკივილს ამ ტრამას რომ სხეულისგან წავიდეს ნახეთ ეს ემოცია რაც აქვს სხეულის დამახსოვრებული სხვა რაღაცა უნდა დაამახსოვრებინოთ გააუშვათ ეს ყველაფერი თუ არა და ნუ მე ბევრ რაღაცას მიიღებთ უარყოფით რა თქმა უნდა მიიღებთ ყველა ამიტომ არის აუცილებელი წარსულისგან განთავისუფლება ამიტომ არის აუცილებელი სერიული დამნაშავეები კი ტკივილს ანუ შიგნით კი არ იტრიალებენ დეპრესია და ის კი არა ანუ შფოთვა ამ რამედ გარეთ მიმართავენ გესმით ანუ უკვე ვიღაცაზე მაგალითად აღიქვავენ როგორც აი ვეღარა ეს ემპათიის გრძნობაც აქვთ შენელებული გამქრალი და ის არის რა ქვია როგორ ადამიანებს როგორც ნივთებს ისე აღიქვავენ და ნახეთ ადანაშაულებენ აი ეს ადამიანები ჩემი ყოფილი მდგმური ხო ადანაშაულებდა ყველას რომ უსამართლო იყო გარემო რომ ის ქონდა რა ქვია იმის გამო რომ ბავშვობაში ტრამვის გამო თავს დაუცველად გრძნობდა ქონდა რისი შეგრძნება უნდა და იცით რომ აი კონტროლის აი რომ ის არის მთავარი რომ აი ამ კონტროლის გამო ვიღაცაზე რომ ანუ მოკლავდა და ანუ მასზე გაიმარჯვებდა ანუ კონტროლ შეეძლო სამყაროს კონტროლი და უდიდესი მარტოსულობის შეგრძნება. აი ძალიან მარტოსულად გრძნობდა ეს ჩემი მდგმობის თავს, აი ძალიან მარტოსულად და მოკლედ და ვიზუალურად როგორ გამოიყურებიან, იცით ძირითადად ყველა არა რა თქმა უნდა, ყველა არ გეგონ ძირითადად აი ეს აქვთ ნახეთ. აი შავი აურა მოდის და ეს აი ძირითადად ზეს აი ამიტომ დავარკაი რო შეხედავ სევდა მოდის და ბევრი მახასიათებელი არის მაგრამ ძირითადად აი ესეთი ადამიანები გახავთ რომლებიც უკვე იწყებენ
სხვების ენას ხდებიან სერიული მკვლელები. უდიდესი, აი ნახეთ, აი ესე აქვთ ხოლმე და უდიდესი, ხო, ამიტომ დავარქვი სევდა, თორე ეს ერთიანი ადამიანი არ გეგონოთ ყველა მკვლელი კაცო. სწორად გამიგეთ ეს იმდენი რაღაცა არის, ხო, იმდენი რაღაცა, იმდენ დარღვევა არის, მე ჩამოვთვალე რამდენიმე. ამიტომ სწორად უნდა ისწავლოთ ადამიანების გარჩევა, მაგრამ ძირითადად, აი ვიზუალურად, მე ახლა ხალხს ვუსვავ ვიზუალურად რა. ძირითადად აი ახლა მაგალითად სურათსაც დავურთავ. აი ნახეთ. მოდი სიშავე და პური მერთო ჩემო როგორც აიტგორი აი შუქს ჩააქრო რა ესეთი უდიდესი სიცარიელე მარტოსულობის შეგრძნება და უდიდესი სევდა. ამიტომ რაღაც აგრესიული ადამიანის კი არ გიშინოდეთ. გეშინოდეთ რა უფრთხილდეთ. უნდა უფრთხილდეთ ზესევდიან სასუწარკვეთილ ადამიანს, რომელსაც იმედი აქვს გადაწურული და რომელიც კონტროლის დაბრუნებას ცდილობს და რომელიც თქონდა ემპათიის გრძნობაც არის გამქრალი და რომელიც ეძებს სამართალს. გონია რომ იმის გამო რომ სამართლოდ მოექცნენ მშობლები, გონია რომ თავად აღადგენს სამართალს. არის საჯი. საჯული. აუცილებელი არის ნაადრევად იცით რა ისახეზე არაფერი არ იმალება რა. ყველაფერი რაშიც ხარ, რა ემოციაშიც ხარ. სხეულს რაც აქვს დამახსოვრებული აბსოლუტურად სახეზე აისახება. ამიტომ ნახეთ როდესაც ამას ქვია resting face. აი ვიღაცას თხოვეთ ან რა ვიცი, რომ გადაგიღონ, როდესაც გონიათ რომ არავინ არ გიყურებთ, როდესაც აი ახლა მაგალითად დაჭიმული მაქვს სახე, იმიტომ რომ ვიღებ, ხო? აი resting face არის აი ქართულად როგორ სახე, რომელიც ისვენებს, დასვენებული სახე, ასე რომ ვთქვა, როდესაც აი მოშვებული არის, გესმით, როდესაც აი თქვენ თავთან ხართ მარტო, ხო? და არავინ არ გიყურებთ, რაღაც მაგ დროს რა სახით ხართ? მე ვიყავი როგორი სახით, იცი, აი დანიელ შუმად გადამიღებდა ხოლმე და აგრესიული სახით. აგრესიაში ვიყავი სულ. და აი ამიტომ ნახეთ, აი ეს სახე ზუსტად გეტყვით, რაზე გაქვთ სამუშაო, რაში ხართ, რა თუ სევდაში ხართ, მოწყენაში ხართ და სასწარკვეთილ მოწყენაში თუ ხართ, შექმნით. ისეთ საოცარ რაღაცებს შექმნით, კაცო მოწყენაზე, მე გამხიარულდებით, კაცო ბედნიერ, ანუ ნახეთ, სიხარული მოწყენა ხან ის იქნება ეს თავარია სიმშვიდე იყოს, მაგრამ თუ უდიდეს სევდაში ხართ, აი რა ჩამოვთვალე მოკლედ რა, მე ამას ვარქმევ სევდას მოკლედ. ყველაფერი ერთად უდრის ჩემთვის უდიდეს სევდას, ხო? და უკვე იმედი როდესაც არის დაკარგული ეს ადამიანი ხდება ყველაფერზე წამსვლელი. ესეთი ადამიანი ხდება ყველაფერზე წამსვლელი. სერიული მკვლელი და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეხლა ერთი კომპონენტი არ აიღოთ და არ გეგონოთ, რომ რადგან ესე აქვს ტუჩები, შეიძლება ბუნებრივად გქონდეს კაცო ესე. ბუნებრივად რა, როგორი მოკლედ. ხოდა ახლა მარტო ტუჩების გამო არ გეგონოთ სერიული მკვლელი ვინმე, თუმცა აი ყველაფერი ერთად მოკლედ კარგად უნდა იცოდეთ რა ენერგიის წაკითხვა. ძირითადად ვიზუალურად რაც შევნიშნე არის აი ეს. ამიტომ ნახეთ თქვენი მოშვებული სახე. ვინმეს გადააღებინეთ, რა ემოციაში არის, ხო, რა ემოცია აქვს დამახსოვრებული სახეს, ანუ რა ემოციაში არის, შესაბამისად მიხვდებით, რა აქვს ხელს დამახსოვრებული და დაიწყეთ ამაზე მუშაობა. განთავისუფლდით ტრამვებისგან, განთავისუფლდით თორე ღმერთო ჩემო, მოვადრო.
სხეული იგივეში გაცხოვრებთ, რასაც სხვას აი მაგალითად უწერთ ლანძღავთ ერთმანეთს, ხო რეალურად საკუთარ თავს ლანძღავთ, რეალურად თქვენ მართლა სხვას ლანძღავთ, თქვენ თავს ლანძღავთ, თქვენ წარსულს ლანძღავთ და ეს ისე დაგიტრიალდება, რომ ერთ ნიშნავს, რომ არ გაქვთ გაშვებული ტკივილი და ისე დროს დაგარტყავთ ეს ყველაფერი, ეს აგრესია ისე დაგანგრევთ. ვერ იქნება ვერავინ თქვენი გადარჩენები და ვერც ვერასდროს ვერავინ ვერ გადაგარჩენთ. მხოლოდ საკუთარი თავი. მენჯერად თქვენ. პირობად მიყვეხეთ. აბა დროებით.